ტაში გვინდა? დიდი მადლობა. ეს ის სხვა ტაშია, ის ტაში მერე იქნება, როგორც სისფერთებში ამბობენ. თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო ყველა გამომსვლელს ამხნევებს და უხარია ხოლმე ტაში. მით უმეტეს, როცა ესეთი საპასუხისმგებლო მისია გვაქვს, რომ უნდა წავდგეთ თქვენ წინაშე ესეთ საინტერესო ფესტივალზე, მერანოს ფესტივალზე. ჩვენ დღეს გვექნება 3 პანელური დისკუსია. პირველი დისკუსია დაეთმობა ღვინოსა და ლიტერატურას, ასე დავარქვით, ღვინო და სუფთა ფურცელი. მომდევნო დისკუსია დაეთმობა შეეხება უпростоრად ღვინოსა და მარკეტინგს. როგორც შეიძლება რომ ღვინო, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდეს სხვების თვალშიც, სხვა ერების თვალშიც ჩვენი განუყოფელი ნაწილი და მესამე პანელზე ვისაუბრებთ ღვინოსა და მის მომავალზე, მომავლის გემოებზე. მოკლედ, ნამდვილად არ ინანებთ თუ კი დაესწრებით ამ დისკუსიებს. მოიწმენდა თქვენც ჩაერთვებით, იმიტომ რომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც გექნებათ შეკითხვები ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან. პირველ პანელზე წარმოგიდგენთ დიდ ადამიანებს. ანა კორძაია სამადაშვილი, შეგვიძლია რომ აი ახლა ტაშიც შევეგებოთ და მივესალმოთ არაჩვეულებრივ მწერალს და მალხაზ ხარბედია, რომელიც არის როგორ თქვა, ყველაზე დიდი მეღვინე მწერლებს შორის და ყველაზე დიდი მწერალი მეღვინეებში. სწორია, რამე ხო არ შემეშალა? როგორ ხართ, მეგობრებო? როგორი განწყობაა? გარემო ხელს გვიწყობს არაჩვეულებრივი ადამიანებისა და ბუნების გარემოცვაში ვართ და დავიწყოთ ნელ-ნელა ჩვენი ბაასი და დისკუსია ღვინისა და სუფთა ფურცლის შესახებ. მე მგონი ჩვენ ეს დისკუსია უნდა გავყოთ ორ ნაწილად. პირველ შემთხვევაში ვისაუბროთ იმაზე, რამდენად დიდი ელექსირია, რამდენად დიდი საწვავია მწერლისთვის კეთილშობილური სასმელი სახელად ღვინო, ქართველი მწერლისთვის. და მეორე ის, რამდენად აისახება ღვინის კულტურა და ეს იდენტობა ქართულ ლიტერატურაში. აი, როცა ჩვენ ვკითხულობთ მაგალითად იაპონელ მწერლებს, ვხედავთ, რომ ეს არის მკაცრად ნაციონალური ლიტერატურა. ხო, ყველაფერი რაც არის იაპონური კულტურის ნაწილი, ყველაფერი აისახება პირდაპირ მნიშვნელობით. ეს ტრადიცია, ქცევები, კულტურის მახასიათებლები. მეორე ნაწილში მინდა რომ ვისაუბროთ სწორედ იმაზე, რამდენად ასახავს ღვინოს ქართულ ლიტერატურა, მაგრამ მოდით დავიწყოთ ძალიან მარტივი თემით. მე არ ვიცი ანა კორძაიასგან არ ამიღია ნებართვა ამის შესახებ, მაგრამ ერთხელ პირად და რაღაცას მიბაზრებენ საშინელს. ყველაზე ისეთ მათთვის. შენ მომიყევი ესეთ ამბავს, როგორ ცდილობდი რომ დაგეწერა მოთხრობა რეზიდენციაში ყოფნის დროს და ვერაფრით ვერ დაადგა საშველი ამ მოთხრობის დაწერას. რა ხანდახან არის რომ აი ვორდის გახსნილი გვერდი გაქვს, ცარიელი ფურცელი, დიდი შემართებით მიდიხარ კლავიატურასთან და გიპყრობს რაღაც განსაკუთრებული შიში, იმიტომ რომ არ იცი რითი დაიწყო, არ იცი როგორ მოაბა თავი რა მოთხრობას. არა და დასაწერი გაქვს, დედლაინებიც არსებობს მწერლებში რა, რეზიდენციით ხარ წასული სადღაც. ანა მითხრა ეგეთი რაღაც რომ რაჟამ სხვა გამოსავალი არ ქონდა. იყო ასეთი პერიოდი, ის ავიდა მაღაზიაში, იყიდა, მე მგონი ყველაზე იაფასიანი, ხო? რაც 18 ევრო ღირდა, ამაყი ვარ. რონ და ჩაცალა. თელი დღის განმავლობაში ვცრიდი. არ გეგონოთ რომ ხუთსარივით პანჯრის რაფაზე ვიდექი და ვეყუდებდი, არა, მთელი დღე. ცოტა გადავაჭარ. რომ იმეყუდებინა ვერაფერს დავწერდი, ის ჩემი ბოლო ჟამი იქნებოდა, მაგრამ რაც არის. ხო, მაგრამ საქმე იმაშია რომ იშვა, მოთხრობა იშვა. მიზანი მიღწეულია, მისია შესრულებულია. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ და არც მინდა ვიღაცას უბიძგო იმისკენ, რომ აუცილებელი ესე იგი, რომ რაღაც დოპინგი მიიღოს, აი მისოდ რო წერ. მაგრამ მოდით ვილაპარაკოთ იმაზე. რამდენად იწერება? შეიძლება იკითხო ღვინის გრადუსის ქვეშ და იყოს სასიამოვნო, რამდენად იწერება ლიტერატურა, მაღალი ლიტერატურა თრობის ქვეშ. აბა დავიწყოთ. იმის ჯერ ერთი ძალიან დიდი მადლობა მომიხსენებია იმის გამო, რომ აქ ვარ. ძალიან მადლობელი ვარ. აქ რო გძანდებით, ჩემთვის ერთიათად სასიამოვნოა. მადლობელი ვარ განგებისა, რომ მალხაზ ხარბედიასთან ერთად ვზივარ აქ და გეტყვით რის გამო. ეხლა იქნება აქ პროტესტები, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა.
მიუხედავად იმისა, რომ მახო ასაკით ჩემზე უმცროსია, მე მას ვეძახი ზურგს უკან მამას, იმიტომ რომ ახალხარბედია რო არ ყოფილიყო, მე დღეს აქ არ ვიჯდებოდი, ამის პირობას ვიძლევი. მეორე გახლავთ ის, რომ დიდი ლიტერატურა იწერება თუ არა დალეულზე, არ ვიცი, იმიტომ რომ თუნუქის დოლი ჯერ დაწერილი არ მაქვს, ჯერ. საქმე ის გახლავთ, რომ არავინ მეგულება, ვინც ერთხელ მაინც არ იფიქრა, რომ აი ამ ნასვამ გულზე ბიჭო რა მაგრად წერ, ეს რა მაგარი ტექსტი დავწერე, რა კარგია. უბრალოდ ეტყობა მაინც რაღაცა საღი აზრის მსგავსი დარჩენია ადამიანს ასეთ დროს და არავისთვის გაუმიგზავნია ეს ტექსტი. იმიტომ რომ მეორე დღეს წაკითხულზე მივხვდარვა, რომ შენ რაღა მოგივიდა. ეს რამ დაგაწერია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ფანჯრის რაფაზე მდგომს ერთი ამოსუნთქვით ერთი ბოთლი რომი, ნამდვილ იოჰოჰო და ბოთლი რომი არ გამიკეთებია, მაგრამ მეორე ამბავია, რომ მრავალფეროვნება ძალიან დიდი სიხარულია, როდესაც გრძნობა სამყაროსი უცებ რაღაცნაირად იცვლება. როდესაც სვანეთში გთავაზობენ, რომ დალი გეუბნებიან არა იმას, რომ დათვერი გამაიმუნდი მაგიდის ქვეშ ირბინე, არაფერი მსგავსი. მოდი ხასიათი გამოვიცვალოთ. და მე ეს ხასიათის გამოცვლა ძალიან მომწონს. ზოგ ადამიანს ხასიათი ეცვლება იმით, რომ დალევს ნახევარჭიქას, ზოგს ეცვლება იმით, რომ ერთ ბოთლს ჩაცლის. მაგრამ ვერაფერ გამომხედი ამ დროს? რომ გაგებით მომეკიდო. არა. უბრალოდ იმის თქმა მინდა და რა თქმა უნდა ძალიან მაგარია. ერთი რაც ვიცი, რომ არსებობენ ამ ქვეყანაზე ბედნიერი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ რომ ძალიან მე მეჯავრება ეს სიტყვა დააგემოვნონ ჩემთვის უკანასკნელი გაჩერებაა დაახლოებით არის თავს რომ მოიკლავ და კარგ კერძს გააკეთებ და ვიღაცა შესთავაზებ და ის კეთოს უკვე გავსინჯე მე არ მინდოდა რომ გაგესინჯა მე მინდოდა რომ გეჭამა შეცხენო მაგრამ ნუ ეს თვისობრივად სხვა ამბავი მას შეუძლია რომ წრუპოს ღვინო ვიღაცა შეუძლია ამით ისიამოვნოს ვიღაცა შეუძლია რომ მე ამას ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ კაი დიაგნოზებზე ლაპარაკი სირცხვილია ხო სპირტიანი გაგიხარნიათ, მაგრამ ნუ გონოსთან არ გამოდის. მაგრამ მეორეა რომ რა თქმა უნდა წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ამდენად დიდი რამ. ვინო რო არ ყოფილიყო ვიღაცისათვის ბიძგი იმისთვის რომ მაგარი რაღაცები გააკეთოს. შეიძლება იმ დღეს, შეიძლება მეორე დღეს, შეიძლება საუკეთესო აღმოჩენა რო ხდები რომ სისულელეებს წერ, მაგრამ ალბათ არსებობენ დიდი ადამიანები, რომლებიც ყველა მდგომარეობაში დიდ ლიტერატურას ქმნიან. მე იმედი მაქვს რომ ასე არის. მაგრამ ის ერთი ბოთლი რომი, ხალხს ვეუბნეოდი რომი მინდაო და რონი ქვია ამას ჩვენში ნენდეროს ნუ მიშლიო მითხრა, არასოდეს დამავიწყდება. მე მისი უზომოდ მადლობელი ვარ, იმიტომ რომ თავი არ მოვიჭერი რედაქტორთან, მოთხრობას იჭმება, რა უშავს. კარგი საერთოდ. ახო, აბა, მეკობრე ხარ რა ჩემ თვალში ეს. იოჰოჰო, დაბოდა. ხო მე პირადი გამოცდილებად შემიძლია გაგიზიაროთ და ნუ ლიტერატურაში ხა ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით სმის მოყვარული მწერლების არიან მწერლები რომლებიც ძალიან ბევრს ამდნენ მაგრამ აბსოლუტურად ფხიზლები წერდნენ არიან მწერლები რომლებიც წერის დროს აი ამ რაღაცა შინაგანი ფორიაქის სამართავად შეიძლება ასე ითქვას თუ დასაოკებლად რაღაცას ყოველთვის წუპავდნენ. აი ფოლკნერი არის საუკეთესო მაგალითი. ნუ ბევრი ის ვიცით, ასე ვთქვათ, ზეპირი გადმოცემაც და ბიოგრაფიებშიც დაწერილი ამის შესახებ, რომ მუშაობის პროცესში მოგეხსენებათ ახლა ფოლკნერი როგორ წერდა. ეს არის სოფლიო ლიტერატურაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გაბმული პროზა, ხო? ძალიან გრძელი წინადადებებით, ძალიან დიდი მანძილებით. და წარმოუდგენელი აი ეს მარათონული სუნთქვის უნარით. ხო, რაღაც ეს არ არის, თქვა 100 მეტრზე მორბენალი აი როგორც ალან სიმიტოუს ცნობილი მოთხრობა რა, რომელზეც მე ტონი რიჩარდსონმა ფანტასტიკური ფილმი გადაიღო, ხო? ესე გრძელ მანძილებზე მორბენალის მარტოობა, ეგრე ქვია, ხო? ამ შესანიშნავ ნაწარმოებს. აი ესეთი ავტორია, ხო, რაღაც აი ძალიან გრძლად ყვება რაღაცას და შესაბამისად მუდმივად წრუპავდა ეს კაცი თურმე. აი ამ პროცესში ხარ ლოთები სიტყვაზე ხარ ჩარლი ბუკოვსკი, ჰემინგუეი, ასე არ მგონია რომ ისინი თქვა თვალები წერდნენ უფრო ფიქრობ რომ ნუ შემთვრალები ან მაგ ჩაგეკითხები ერთ რაღაცას რა ძალიან საინტერესო რაღაც თქვი რომ ფოლკნერი წრუპავდა
და მისი პროზა ძალიან გავს მარათონულ სირბილს, ხო? შენ გულისხმობ იმას, რომ შესაძლოა რომ მისი წერის რიტმი რაღაცნაირად შეზარხოშებული ადამიანის საუბრის რიტმსაც გავს, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც რაღაც პირობითად ღვინის თრობის ქვეშ არის, მისი A წერტილიდან B წერტილამდე მისვლა წინადადებაში ბევრად უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე, ხო? ბევრს ლაპარაკობ. ანუ შენ ამბობ, რომ შეიძლება მიზეზი იმისა, რომ ფოლკნერის წინადადება არის დიდი, აბზაცი დიდია და წინადადება დიდია, ეს იყოს გამოწვეული სწორედ გრადუსით? ეგ არის შენი აზრი და ძალიან კარგი აზრი არის. მე ხო უბრალოდ მიხარია, რომ ასე ვთქვათ, ამ ჩემი რაღაცა, ასე ვთქვათ, ლაპარაკიდან ესეთი აზრი გაჩნდა. მე ვერ ჩამოყალიბდები ახლა ეგრე რომ თქვა აი ამან შოა ფოლკნერის სტილი. მაგალითად ახლა სიტყვაზე დაქტილური ჰეგზამეტრით არის დაწერილი ჰომეროსის თავი ნაწარმოებები, ხო? და ეს დაქტილური ჰეგზამეტრი გავალდებულებს რაღაცა ფორმულებით ილაპარაკო. ხო? თვითონ ეს საზომი ხო, რაღაცნაირად გაძლევს საშუალებას და გეუბნება რომ აი მოდი მე მაქვს გამზადებული რაღაცა თქვა აი რაფსოდოსები რო იყვნენ რომლებიც აი ზეპირად ყვებოდნენ ამ ისტორიებს ხო იქ რაღაცა ფორმულები არსებობდა რომელიც ჯდებოდა აი ამ საზომში თქვა იამბური ტრიმეტრი როა მე სხვა საზომი აი პოეზიაზე ვლაპარაკობთ ახლა მაგრამ პროზაზეც ვიტყვით იქ რაღაცა სხვა განწყობები არის მაგალითად სიტყვაზე დასავლურ პოეზიაში ეს იამბი ყოველთვის ასოცირდება ელეგიასთან, რაღაცა მელანქოლიურ განწყობასთან და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირად ეს ყველა საზომი რაღაცა გარკვეულ სათქმელთან ასოცირდება. აი რაღაც საზომი არის, რომელიც მხიარულ სიმღერებთან ასოცირდება, რაღაც საზომი არის რაღაცა ასე ვთქვათ, მელანქოლიურ განწყობებთან, რაღაცა არის ძალიან ეპიკურ და ამაღლებულ განწყობებთან. ვერძულ ტრაგედიაზე შეიძლება ამაზე საუბარი და ასე შემდეგ. ხო, ტრაგედია ყველა არ ვახსენე, იმიტომ რომ ტრაგედია პირდაპირ მოდის ღვინიდან და დიონისეს კულტიდან და თრობიდან. აი ხა რო ავიღოთ პირველი ტრაგიკოსი, ხო? ნუ პირველი ტრაგიკოსი შეიძლება არ არის, მაგრამ ნუ პირველი შემორჩენილი ტექსტების მიხედვით თუ ვიჯერებთ და ცნობილი პირველი ტრაგიკოსი ესქილე რო ავიღოთ მისი ქოროს საუბარი ხანდახან თვრალი ადამიანის საუბარს გავს რა, მათი საუბარი. ანუ ვერ გარკვევ რა უნდათ. ეხლა მაგალითად თარგმნელებს ცოტა გასაგებად გადმოვაქვთ ხოლმე ეს ისა. მაქსიმალურად აკეთილ შობილებენ თითქოს, ხო, მაგრამ ამ დროს არის ძალიან ბუნდოვანი რაღაცა. ზოგადად ეხლა დიდი პოეზია ყოველთვის ბუნდოვანია, აი წაიკითხეთ. ეგ კი არა, აი ბობ დილანის რა ძალიან ბევრი სიმღერა არის, რომელსაც ვერაფერს ვერ გაუგებ. არის ძალიან გასაგები სიმღერები რა თქმა უნდა, მაგრამ აქვს სიმღერები, რომელსაც ვერაფერს ვერ გაუგებ. იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ეს პოეტურ ბუნდოვანებაში ასე ვთქვათ გვიწევს რა ხეტიალია და გარკვევა. სხვანაირად არ გამოდის ეხა შეუძლებელია რომ ყველაფერი რა ვიცი მე ყოველ შემთხვევაში იშვიათად მეგულება პოეტი რომლის მრავალნაირად ინტერპრეტირება არ შეიძლებოდეს. ნუ დიდ პოეტებს გულისხმობ რა თქმა უნდა რა. ხო, ეხლა თრობას რაც შეეხება თუ რაზე საუბრობდით, ანუ ხო, ანუ სიმთვრალეში წერის თუ ქართულ ლიტერატურაში და აი მოდი მაგ მიმართული რახან პოეზია ახსენებ. მანდ ვიჩაკითხები, არსებობს ეგეთი ძალიან მცდარი აზრი, ჩემი შეხედულებით იმასთან დაკავშირებით, რომ აი თუ ნიჭი არის, მაგალითად გალაქტიონს ისეთი ნიჭი ქონდა, რომ აბა მიდი დაждდებოდა და საიდანღაც რაღაც ზეციური ძალიდან მოდი სინამდვილეში რომ ვნახოთ ჩვენ არქივში არ ნახული ტიტანური შრომა აქვს ადამიანს გაწეული ჩათვალეთ რომ მათემატიკური სიზუსტით აქვს რაღაცები ჩამოყალიბებული აი მაგის გარკვევა და აღმოჩენა მინდა რა ის ავტორები რომლებსაც ჩვენ ვაკავშირებთ ხოლმე სმის სიყვარულთან ეს არის ნადირობა იდეებზე მაგალითად გრადუსის ქვეშ თუ ეს არის წერა გრადუსის ქვეშ. ნუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაცნაირად სულის მოთქმა ან რაღაცა ფორიაქთან გამკლავება რა. ნებისმიერ ჩვენთანაც ქონია ეგეთი მომენტი, რომ რაღაცაზე მუშაობა დამამთავრებია ან რაღაცისთვის მიუგნია თქვა კარგი ნუ რაღაცა ისეთი გზნობა გეუფლება რომ ხო ნუ ყავას ვერ დალევ რა მაგ დროს იმიტომ რომ ყავა პირიქით უფრო შეიძლება კედლებზე გაგიყვანოს საერთოდ რა
მე მაგალითად ძალიან დიდი 2001 წლიდან დაახლოებით ყავას აღარ სვამ, რაღაც განსაკუთრებული თუ არ არის შემთხვევები და მეგობარი მეკითხება ყავის მოყვარული, აბა რა სვამოდა? მეთქი მწვანე ჩაის სვამ მეთქი. ეგ უარესიაო მეუბნება. ანუ ხო ვიცი მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში, რომ ყავას ჯობია მწვანე ჩაი, ესე იგი რაღაცა. გაგიცეთ, განსაკუთრებული შემთხვევა რა არის? რავი, რაღაცა რამდენიმე ის იყო, რაღაცა ძალიან ისეთი ეთიოპიური და რაღაცა ისეთი ყავები იყო, რომელიც უნდა გამესინჯა რა. როგორც მაგალითად მე აღარ ვეწევი, 2007 წლის შემდეგ აღარ ვეწევი, მაგრამ რამდენიმე ჩემი მეგობარი ეწევა სიგარას და როცა ისინი რამე განსაკუთრებულ სიგარას აბოლებენ, გვერდზე მიუჯდები ხოლმე, რომ ხო, სურნელი ვიგრძნო რაღაცა, ხანდახან არის ხოლმე, რომ თქვათ ეს შეიძლება მაისურიან სვიტერიან, რაღაც სვიტრიან, რაღაც ჟაკეტი ან რაღაცა იჟღინთება ხოლმე და მე ასე ვთქვათ, დღეების განმავლობაში ამ სუნს გძნობ და დაახლოებით შემიძლია გარკვევა, აი ხა საქმეზე რომ მიდგეს, ვიღაცა შემიძლია უთხრა, რომ აი კონკრეტულად აი ამ ტრინდად ტობაგოური რაღაცა სიგარა რო არის, რა არომატები შეიძლება იყოს და რაღაცა, ანუ რაღაცა გასართობივითაა რა, ჩვეულებრივ. ისევე როგორც აი ვისკი მაგალითად რო ავიღოთ, რადგან სასმელს დაუბრუნდეთ სასმელს, არის სოფლიოში ხა ვისკის მოყვარულები დარწმუნებული ვარ იქნებით აქ. გარკვეული სტილები ვისკის, რომელიც რამდენიმე დღე არ გადის გემო, აი პირიდან, ასე ვთქვა, ბოდიში და როგორც მეგრელები ვიტყვი, ბოდიში და ატამი, ხო? ვიყავი ბაზარში და ბოდიში და ატამი ვიყიდე, ხო? აი რა. ანუ ძალიან დიდი ხანი ხა აილას ვისკები რო არის, ხო? კუნძულების ვისკი რო არის, ხო? აი ეს ტორფის არომატები არის. ის რამდენიმე დღე არ გადის. ისევე როგორც ზოგადად ძალიან მაგარი თრობა არ გადის ხოლმე რამდენიმე დღე. ანუ ჩვენ რო ვეძახით, აი ნაბახუსებს რო ვეძახით, ხანდახან ეს ნაბახუსები შეიძლება სულაც არ იყოს ერთდღიანი რა. ხო, იმიტომ რომ ნუ ძალიან ბევრი წერლის მაგალითი ვიცით, ასე ვთქვათ, რომელიც ნუ ზოგჯერ წერილს ნაწერში ეთყობა ხოლმე რა. განსაკუთრებით წერლის ბიოგრაფიული დეტალები თუ იცი, ის უკვე რაღაცნაირად გავლენას ახდენს. არის ეგრეთ წოდებული დარდიმანდი ლოთი წერლები, ანუ რომლებიც აშკარად აჩვენებენ, რომ აი თან სვამენ და თან წერენ რა და უყვართ ესა. და არიან წერლები, რომლებიც ნუ ძალიან ბევრს სვამენ, მაგრამ ძალიან დახვეწილი, საერთოდ ვერ დაინახავ ერთ წვეთ ალკოჰოლსაც კი შეიძლება ვერ დაინახავ. ზოგ არიან პოეტები, რომლის პოეტურ კრებულებსაც ქვია საერთოდ, ხო? ეგ სახელი ალკოჰოლი. რა კარგი ფრაზა მოისმინეთ ახლა თქვენ აცნობიერებთ, არიან წერლები, რომლებიც ბევრს სვამენ, მაგრამ ერთ წვეთ ალკოჰოლს ვერ აღმოაჩენ მათ ნაწერში. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ესეთი ჩაიწერეთ, გამოიყენეთ, მე რო იცოდე. და ზოგი ძალიან უბრალოდ არაფერში არ ჭირდება ეს და არიან წერლები, რომლებიც განუწყვე ყოველ ესე იგი იმდენად იმას არ გულისხმობ, აი რაღაცა თქვათ სიმთვრალის გამოცდილებას და მაგის გაზიარებას. ყველა დამთვრალა და ეხა რაღაცა განსაკუთრებული უნდა მოყვერო და აინტერესო ადამიანი სიმთვრალის მდგომარეობით, ხო? ეხა ის რო ყვებოდა, რა ქვია, ჰანტერ თომსონი როცა ყვებოდა დაუშვათ იმ ნარკოტიკების ზემოქმედებას იმაში, ხო? რა ქვია, ლას-ვეგასში. ხო, იქ იყო რაღაცა ჩამოთვლილი, რაღაც წარმოუდგენელი ნარკოტიკები, რაღაცა არარსებული მათ შორის. ჰანტერ თომსონზე სხვა შორის თავისი მეგობრები ამბობენ, რომ მე რაღაც წერილი წავიკითხე, ამბობენ, რომ აი რომლებიც იცნობდნენ 10 წლეულების განმავლობაში, რომ ფხიზელი ჩვენ არასდროს არ გვინახავს ჰანტერ. ნამზად ეგრე იყო, მაგრამ ჰანტერ თომსონს აქვს ამავე დროს არაჩვეულებრივი ჩემთვის, რა თქმა უნდა, იმას მირჩევნია რომის დღიურები. ანუ ეს რომის დღიურები რომია რა ჩვეულებრივი იაფასიან რომს სვამენ. ხა ამის თრობაზე რა უნდა ილაპარაკო, მაგრამ სამაგრო ძალიან ბევრ ამბავს ყვება სხვადასხვა რაღაცაზე, ხო? ანუ იმის თქმა მინდა რომ არიან წერლები, რომლებიც აი თქვა აი ამ გამოცდილებაზე ყვებიან და არიან წერლები, რომლებიც რაღაცა სამყაროს ცენტრად აქცევენ აი ამ სმას და ჭამას სიტყვაზე რა. ძალიან ბევრი ეგეთი მაგალითი ვიცით, ნუ ხა რაბლე იქნება ეს თუ ეს არის სამყაროს ცენტრი, ეს არის ღვინო, როგორც რაღაცა მამოძრავებელი, კულტურის მამოძრავებელი რაღაცა. ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი
კი ეხლა ღვინო რა თქმა უნდა ყოველთვის გულისხმობს თრობას ეხლა ჩვენ შეიძლება ეხლა მე ძალიან ბევრ დეგუსტაციასაც ვატარებ ჩვენ და რაღაცა მაგრამ ყოველთვის ირონიით უყურებ ხოლმე მხოლოდ აი რაღაცა ისეთ დამოკიდებულებას ღვინისადმი იმიტომ რომ ღვინოს აქვს ძალიან ესეთი ზუსტი დანიშნულება ხო რომ რაღაცნაირად უნდა შეგვცვალოს ანუ ღვინის წარსულზე როცა დასასრულია ხო ღვინის წარსულზე და ხო წარმოშობაზე სავარაუდო წარმოშობაზე როცა საუბრობთ აი მე მაგათ ჩემი ვერსია მაქვს რა რომ ვიღაცა ტიპმა კაი ტიპმა სავარაუდოდ რაღაცა ხილი დაკრიფა ნუ ურძენის სხვა რაღაცებიც იქნება შეიძლება ლეღვიც იყო იქ რაღაცა შემდეგ და სადღაც დარჩა შეიძლება ან სპეციალურად დატოვა ან რაღაცა ამჟავდა მე ესა წამოდუღდა ხო რაღაცა აკეთიკი და ნუ აღარ ვარგოდა ეხა საჭმელად მაგრამ მაინც გასინჯა და რაღაც სხვა ხასიათი შეეცვალა საერთოდ მე მგონია რომ საჭმელს უფრო გავდა პირველი ღვინო ვიდრე სასმელს ანუ რაღაცა ისეთი მასსასავით იყო ალბათ აი როგორც ჩვენ რო ქვევში რო ღვინოს ვადუღებთ ხო ერთ-ერთი ყველაზე არქაული წესია ხო ქვევში ღვინის დადუღება დაახლოებით პირველი 2 კვირის 3 კვირის მანძილზე ეს არის მასა ხო ჩვეულებრივი ძალიან გვიჭირს ხოლმე გასასინჯად იქიდან წვენის გამოღება თქვა იქ რაღაცა თუშპალანგით ამოვიღებთ ხოლმე იქ წვენი გამოგვაქვს რაღაცა კეთიკით და რაღაცა ხო ერთგვარი მასა ეს მასა ნუ მართალია მე ჯდება ეს ჭაჭა კლერთი და წიფცა მაგრამ მაინც ასე ვთქვათ ამ ღვინოსთან შეხებას იჭება 6 თვე შეიძლება 7 თვე მე მაგალითად 7 თვე 8 თვე სწორად ხოლმე ჭაჭაზე და კლერთზე ღვინოს აი ზეგვინერო აკეთე და ლიტერატურაში ურევს ხო და აი ეს რაღაცა ხო და ეს რაღაცა ასე ვთქვათ ეს რაღაცა გასინჯა ადამიანმა და ძალიან შეიცვალა ხედვა რა ეხლა გაიხსენეთ პირველად რომ დათვერით როგორი ის კონდათ რა ქვია შტაბებში დავიწყება თვითონ მთელი ცხოვრება ხო და არ გამოდის არა მე ავცილობ დავიწყებას მაგრამ ნუ კარგად მახსოვს და ძალიან მიყვარს ეხლა რატო მქონდა ეგეთი რეაქცია რა ანუ აი როგორც ნარკოტიკზე რო შექონდეს რეაქცია ისეთი რეაქცია მქონდა პირველი დათრობისას რა აი სკოლის წლებში რა ვიცი როცა მე მგონი 18 პლუსი უნდა მიგვეც ამ პანელისტის ხო ხო აი რაღაცა ესეთი ის იყო რეაქცია ნუ შემდეგ შევეჩვიეთ ეხა და რაღაცა მაგალითად ერთი 2 კლუბი ეხაც მაქვს ხო დალეული და რაღაც მაგრამ ეხა ბავშვობაში 2 კლუბს ვსვამ რაღაც ხო გვინახავს არა რომ მაგალითად მამა რო ბავშვს ასმევს ხო მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ მაგის რა თქმა უნდა მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები რომ რაღაც დაალევინები და უცებ ბავშვს სახე ეწოდება რაღაცა იმად იქცევა რაღაცა ხო რაღაცა სხვა არსებად იქცევა ხოლმე რა და ეს კარგი ის არის რა ქვია სანიმუშო რამე არის იმიტომ რომ ადამიანში ჩვენ ახლა ადამიანები რაც უფრო ვიზრდებით მით უფრო ვახერხებთ რაღაცის შენიღბვას საერთოდ ეგრეა ალბათ ხო და ბავშვები ვერაფერს ვერ ნიღბავენ არაფერს არ ნიღბავენ და სამაგიეროდ შიგნი ხდება რაღაცები ცვლილებები რა და ღვინის მთელი არსიც ალბათ ეგ არის რომ ღვინო ყოველთვის გწვლის რა ყოველთვის რაღაცა სადღაც სხვაგან მივყავართ აი როგორც პრინციპში ლიტერატურაც ხო ეგ არის პოეზიასაც ეგრე ხო პოეზიას იგივე ზეგავლენა აქვს რა აი ხო არის გამოთქმა რომ აი დამათრობელი ის შეიძლება კონდეს ზეგავლენა რაღაცა ლექს ხო აი ეგ ჩემი აზრით ძალიან სწორი შედარება იმიტომ რომ ლიტერატურა მოგწონს თუ ვაღიარებ თუ არა ამას არის რაღაც ტყუილში ჭყალებში ტყუილში გადასვლა ხო გამრუდებულ რეალობაში ანუ წამოდიო ვიღაცის თავში დაიბადა ტყუილი უფრო დიდ რეალობაში ხო შეიძლება უფრო და ჩვენ მივდივართ ციგნის მაღაზიაში და ფულს ვიხდით იმაში რომ აი ამ დიდ უფრო დიდ რეალობაში გადავიდეთ ეხლა მე მაინტერესებს ის რაზეც ვისაუბრეთ ხო რამდენად ასახავს ქართული ლიტერატურა რამდენად თანხვედრაშია ქართული ლიტერატურა და ღვინო როგორც ქართული ეროვნული იდენტობა ერთმანეთთან და როგორ გვხდება ღვინო, როგორ კონოტაციაში გვხდება, როგორი ტიპები არიან ქართული ლიტერატურის ის პერსონაჟები, რომლებიც ღვინოს მოიხმარენ, ან ღვინის ან განსაკუთრებული დამოკიდებული, აი მაგალითად კირილე მიმინოშვილი, ხო? მე ძალიან მიყვარს კირილე მიმინოშვილი, ძალიან საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის და მთელი ჰარი-ჰარალე და ისეთი გულღია და გულწრფელი კაცია რა. აი კირილე მიმინოშვილს დავით კლდიაშვილი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მემოთხრობეა
სოფლიო რანგის. როგორ უყურებს თვითონ კლდიაშვილი კირილეს და მე გადავიდეთ სხვა პერსონაჟებზე. ქალბატონებო და ბატონებო, მე მომივიდა მარცხი ამ დისკუსიის თუ საპანელო დისკუსიის დამწყებამდე, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ჩემი აზრი კირილ მინოშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავდება მამაკაცების აზრისაგან მასთან დაკავშირებით. ჩემთვის კირილ მინოშვილი არის კაცი, რომელიც ასე ვიტყოდი, თხლად სვამს. ეს არ არის ის, რასაც 90-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში შევხვდით, ზაპოინი დეგენერატი. გასაგებია, რომ კირილეს სულ მარცხები მოსდის, გასაგებია, რომ როდესაც დალევს, არ ხდება ბორუხ სპინოზა, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის ნორმალური ამბავია. აქ ცოტა აღშფოთება იყო, ხომ მითხრა, დახეული ჩოხა აქვს ამის გამო ყოველი დალევის მერე და შენ რაღა გიხარიო, მართალი ხარ. გასალანდიაო, ხო, ბავშვი ვაკანს ხო? მადარა ჩიჩხალი შემენ. ხო, მაგრამ მეორე ამბავია, რომ როდესაც აქ მოვდიოდი, ვფიქრობდი გზად როგორი ამბავი. ერთია, რომ სრულიად რომანტიზებული, აუცილებლად და 90-იან წლებში უკვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. არა, მან ხო ხარ ბედია, ყველაზე კარგად იცნობს მე მგონი უახლეს ქართულ ლიტერატურას იმ მიზეზის გამო, რომ ტექსტი არ ყოფილა, რომელსაც მის ხელში არ გაევლოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბუდიში. უკეთ ამბობში ბოლო წლებში. ახლა შეგეცი. და რასაც ვაკვირდები, მე არ შემხვედრია ფაქტიურად ავტორი, რომელიც არ წერს, ან არ ახსენებს, ან არ იგულისხმება მის ტექსტში ის მწარე სმა, ოღონდ ეს არ იყო რომანტიკული და მშვენიერი ქართული მიწის საგანძური ღვინო. 90-იანების სმა. მაყulis არაღი, შეყვარებული მამაკაცების სასმელი, ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი. მე გაკურვებული ვარ, რომ იმის დალევის მერე ჯერ კიდევ ვიღაცა ფეხზე დავდივართ და მართლა არ ვბარბაცი. ეს თვისობრივად სხვა სმა იყო. და მანამდე რასაც ვიხსენე, ნორმალია. არავინ ისე როგორც ჩემი საყვარელი ერნესტ ჰემინგუეი გეტყვით, აქ უკვე მწერლობაზე არ არის ლაპარაკი, მე ეს კაცი მიყვარს. ისე არ ურახუნებდა, რა თქმა უნდა. ან თუ ურახუნებდა, არ ამბობდა. მაგრამ როდესაც შენ თქვი, ხო, და ხომ თქვა, რომ წვეთი ალკოჰოლი არ ჩანსო ნაწარმოებში. გამახსენდა არაჩვეულებრივი ქართველი მწერალი და გადასარევი კაცი, ვაჟა გიგაშვილი, რომლის ტექსტის საკითხვის დროსაც მიხვდებით, რომ გაბმით მწერლთან გაქვთ საქმე. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სიგრძე პაუზები სამი წერტილებით უბრალოდ შეუძლებელი. არა, თან ვაჟა გიგაშვილი ყოველთვის აღწერს და ასვამს. ხო. ამ დროს. და აღწერს სვენებით, იმიტომ რომ ეწევათ ამ ბატონი როშანს. აი ის არის მწერალი, რომელიც მას აღწერს როგორც ანუ ეს ლიტერატურაა და არა უბრალოდ გაუბედრუდი და თავში ბოთლი ჩავედა. ეს აშილად მომწონს ბატონი როშანს ტექსტები. მეც. და მე გავაგზელებ ანას საუბარს, ეხლა რაღაცნაირად საბედისწერო ამბავი გამახსენდა, ასე ვთქვათ, ქართული ლიტერატურისთვის ღვინოსთან დაკავშირებით. პირველივე ქართულ ტექსტში, ქართული ლიტერატურის შუშანიკის წამებაში ჩნდება ღვინო და ის ღვინო იქცევა. ხო გახსოვთ ის ცნობილი სცენა რა, ასე ვთქვათ, მე მოყვება ასტამი მერე. ხო, სначала სტულია, потом ხო, რაღაცა მაგასა. ხო, ანუ პირველივე ტექსტში, ეს უკვე ძეგლია, ხო, შეიძლება ითქვას ახლა. პირველივე ტექსტში ჩნდება ღვინო თან ძალიან ისეთ კონტექსტში, ასე ვთქვათ, ცოტა არეულ მასში სიტუაციაში. იმის იქიდან მოყოლებული, ნუ ახლა ღვინოს უარი, რა თქმა უნდა, პირველი ტექსტები რა ჰაგიოგრაფიული ტექსტები არის. იქ ცხადია იმის ნაწილი, ან თქვა ორი შემთხვევა, ხო, ან ასე ვთქვათ, ზიარებისთვის გამოიყენება, ხო, ან რაღაცა კულტის ნაწილია, ასე ვთქვათ, კულტის ნაწილია, ან შეიძლება მემთვრალეობასთან ასე ვთქვათ ბრძოლასთან იყოს დაკავშირებული ეს ღვინის თემა. ნუ მე მოდის მეფხისტყაოსანი რა თქმა უნდა, სადაც ლაღობა ბევრია, სუფრის გაშლა და ასე შემდეგ. მეფხისტყაოსის შემდეგი ლიტერატურაც არაკლებს მიუხედავად იმისა, რომ ახლა თუნდაც ის კლასიკური პერიოდი რო ავიღოთ კლასიკური კი არა, ნუ აი თქვა ვახტანგ მეექვსის და როსტომ ხანის და თეიმურაზ პირველის და ასე შემდეგ ეს პერიოდი
რაღაც პერიოდი ხო ასე ვთქვათ მუსლიმ მაჰმადიანი მეფეები ყავდა საქართველოს, მაგრამ ისინი მაინც ასე ვთქვათ არანებებდნენ თავს ღვინის მას. ამაზე არა მხოლოდ შარდენთან ვკითხულობთ, არამედ სხვა ტექსტებიც არის, სადაც ისინი გაკვირვებით აღნიშნავენ, რომ აი ეს ხალხიო გამაჰმადიანებულია, მაგრამ მაინც ღვინოს სვამენო. ხო. შემდეგ უკვე ხა ისტორიულად რომ მოვყვეთ, ხა რა თქმა უნდა ლიტერატურაში სულ არის ღვინის, მაგრამ გურამიშვილთანაც ან ღვინის მონატრება შეიძლება ითქვას. ადამიანურად სვამეთ, ხო? ხო. და მე მოდის მე-19 საუკუნე. მე-19 საუკუნეშიც ასე ვთქვათ სადღეგრძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექსტი, სანამ თერგდალეულები გამოჩნდებოდნენ და ასე შემდეგ, ტექსტს ქვია სადღეგრძელო ბოლო და ბოლოს, ხო? ეხლა იმ სადღეგრძელოში რა ხდება შიგნით და ვინ რაზე ლაპარაკობს და იქ ვისი სადღეგრძელოა და რაღაცა, დანიშნულოვანი ტექსტია ქართული ლიტერატურისთვის, რა თქმა უნდა. მაგრამ, სუფრასთან და იმასთან ყოველთვის არის კავშირი და ბმა. თან რასავარია არ არის რაღაცნაირი ესეთი ხელოვნური კავშირი. ეხლა მაგალითად რუსულ ლიტერატურაშიც რო ავიღოთ სმა, ხო, ძალიან ბუნებრივად არის ეს ჩასმული, აი ჩეხოვთან მაგალითად. არ არსებობს ჩეხოვის მოთხრობა, სადაც რაღაცა არ დაისხას რა, ასე ვთქვათ, ჭიქაში. თითქმის შეუძლებელია ამის ნახვა დოსტოევსკისთანაც. ანუ მაგალითად ფიოდორ კარამაზოვი, მამა კარამაზოვი განუწყვეტლივ ამ რაღაცა კონიაკს რუპავს, განუწყვეტლივ. აი სულ ნასვამია ეს ალიოშკა მივარდება ხოლმე ეტყვის რომ აი მამი გეხუწები, ნანდანიო მამი რაღაცა. საქართველოს ცოტა სხვა სიტუაციაა. საქართველოში უფრო დარდიმანდულად სვამენ რა, ესე სვამენ ესეთი იშვიათად ხდება რა, ვთქვათ, მე-20 საუკუნის ლიტერატურამდე იშვიათად ხდება ეს ლოთური ამბები. მე-20 საუკუნის ძალიან დიდი ლიტერატურა მოდის. გივიშადური რო ავიღოთ მაგალითად. მიხეილ ჯავახიშვილის ძალიან მაგარი პერსონაჟი, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. იგივე შეიძლება ითქვას კვაჭი კვაჭანტირაძესთან, კვაჭი კვაჭანტირაძესიც, სადაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სმას და სუფრას ზოგადად და რა ვიცი, მთელი თავები არის ქუთაისის გარშემო დუქნებზე და თქვათ იქიდან ქუთაისთან რო გადიხარ და მაღლაკისკენ რო მიდიხარ და იქ რა დუქნებია ჩამწკრივებული. ეხა იმის ნასახიც კი არ არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, აი იმ კულტურის. პარლამენტი რო გადავიდა ქუთაისში, მე მაშინ ხუმრობდი, რომ ახლა აყვავდება დუქნების კულტურა მეთქი ქუთაისში და გაიხსნება პეროსკაიასნაირი რაღაცა ქუჩები გაიხსნება მეთქი ქუთაისის შესასვლელში, იქით ამხარეს, აი სადაც ქუთაისის გასასვლელში არ არის ეს პარლამენტი, ხო და აი იქით ამხარეს მეთქი რაღაცა ახალი ქუჩები გაიხსნება მეთქი, ნურას უკაცრავად, ხო, რაღაცა ისე ერთი-ორი რესტორნით დაკმაყოფილდნენ, რაც ცნობილია, რაც ვიცით ახლა ქუთაისში მაგალითად რაღაცა სორმონი და გოგისვანიძეები და რაღაც ალბათ ისევ იქ დადიოდნენ, ან თბილისში ჩამოდიოდნენ ბოლო-ბოლო. და ძალიან ბევრს დადიოდნენ აქეთ-იქით, ხო. მოკლედ, ესე ძალიან დიდი კულტურაა რა. მაგალითად ირლანდიაში პაბის კულტურა არსებობს, ხო? საქართველოში ვერა და ვერ გამოვედით ამ რაღაცა კუპეს რესტორნის იმიდან, რა ქვია, კულტურიდან, ხო? ახლა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 ბოლოს ეს კაფე შანტანები რაღაცეები გაჩნდა, ხო? რაღაც რომელიც ვთქვათ ახლა მაგალითად ორი რამე უკვე დაუყო იმან, ხო, ფიროსმანმა, ერთი მხრივ ეს დუქნების კულტურა და მეორე მხრივ ეს ფსევდოდასავლური რაღაცა ასე ვთქვათ ეს კაფე შანტანები, ხო, რაღაცა თანამედროვე ღვინოები, ახლა იქ იყო თქვათ რაღაცა კახური ღვინო, აქ რაღაცა ეგრეთ წოდებულ ცხრიალა შამპანურს მოგიტანდნენ და ასე შემდეგ. იც რა მაინტერესებს, გასაბჭოების მერე რაც მოუვიდა ქართულ ღვინოს, ხო, ეს რაღაც მასობრივი წარმოება და თითქოს და ცვლილება ქართველი ადამიანის დამოკიდებულებისა ღვინის მიმართ, ხო, რაც აი ოთარ იოსელიანის გიორგობის თვეში არაჩვეულებრივად არის ასახული, ხო და აი ეს წრომა ავტორისა ამ ყველაფრის მიმართ, რაც გენიალურად ჩანს ჩემი აზრით გიორგობის თვეში. ეგ ეპოქა იყო პიკი, ასე ვთქვათ, ამ გაყალბების, უბრალოდ მაგ პერიოდში დაიწყო. ხო, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აი ეს ის პერიოდი, როცა ახალი მოსული არის შევარდნაძე და სულ სხვანაირი ეკონომიკა, სულ სხვა მიდგომები დაიწყო იმასთან, რა ქვია, ვენახთან და ღვინოსთან დაკავშირებით. აი ეგ ყველაფერი, ეგ ის რაც ასახა იოსელიანმა მაგალითად კინოში.
ქართულმა ლიტერატურამ ასახა ჩანს ლიტერატურაში, აი ეგ არასწორი მიდგომა ღვინის მიმართ, რაც მაშინ იყო, სადღაც ჩდება? ნუ ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში ჩანს ეგ კი. ნუ ნოდარ დუმბაძესთან, გურამ ფანჯიკიძესთან და ასე შემდეგ. ნუ საბჭოთა ლიტერატურაში ნამდვილად ჩანს ეს. ჩანს ესეთ პროზაში, როგორც თქვა რეზო ინანიშვილი და ასე შემდეგ, აი ესეთი გაკვირით, მაგრამ ნუ აი მაგალითად შეიძლება მთელი ის არ მიუძღვნას, თქვა ცენტრალური თემა არ იყოს რაღაცა ისი რა ქვია, თქვა ნაწარმოების, მაგრამ ეს გაკვირით ჩანს რა, რაღაცა ცოტათი აგდებული დამოკიდებულება, მოდი აი ეს დაუშვათ ის რაღაცა 8 ნომერი, რაღაცა მშობლიურს კი ეძახიან ხა, მაგრამ ცოტა ირონიული ის არის მშობლიური 8 ნომერი ხა, იგივე ღვინო იყო მაგალითად გარეჯი, ჰერეთი და კახეთი 80-იანების მეორე ნახევარში და 90-იანების დასაწყისშიც იყო როგორც მახსოვს და მე უცებ გაქრა აი ამ სამოქალაქო ომის პერიოდმა გააქრო ეს. ხო, იგი ყველაზე იაფასიანი ღვინო, რომელსაც მშობლიურს ეძახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ აი რაღაცა ისეთი ლოთურ ამბავში რა, რომ რაღაცა თორე, ნუ ეხლა იყო სამარკო ღვინოებიც, ხო? აი სამარკო ღვინოებიც ეხლა მე მახსოვს რაღაც გემოები, ხო? მეგობრებოს, როგორ არის ღვინო თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში? აი დღეს ვინც წერს, აქტუალურია ეგ საკითხი? მე მგონი ღვინო არა, ახლა. სმა მიდის, მაგრამ სმას მისთვის, ასე ვთქვათ და არა იდეა. რაც მე მახსენდება. ნუ თანამედროვე ლიტერატურაში აი თქვათ დამოუკიდებლობის წლებს თუ ავითვალისწინებთ, რამდენიმე ესეთი ავტორია, რომელიც ძალიან ყურადღებიანია ალკოჰოლის მიმართ რა. ანუ არიან ავტორები, რომლებიც ახსენებენ შეიძლება რაღაცას, მაგრამ ეს არ იქცევა რაღაცა გმირად, ასე ვთქვათ, ტექსტის, ხო? ასეთი ავტორები არიან იგივე ვაჟა გიგაშვილი ვთქვით, გიგი სულაკაური, ნუგზარ შატაიძე. ვისთანაც ერთი მხრივ შეიძლება ღვინის აი ძალიან ეს რა ქეთო გალოთებულა და ბუკინისტებისაც მოდა რაღაც ნუგზარ შატაიძე, ხო? და ნუ ცოფი მაგალითად. ცოფი, ხო. და ანუ ნუგზართან ხდება ორნაირისმა, ესეთი ეგრეთ წოდებული ურბანულისმა და აი კარგი ჭაშნიკი რა. ანუ ერთი მხრივ მთხრობელი ძალიან მაგრად შეიძლება ჩაატანოს გემო სასმელს და იცოდეს მისი ფასი და რაღაცა შეყვეს ამ ღვინოს. მეორე მხრივ შეიძლება არანაირი ის არ ქონდეს, სულად გულგრილი იყოს, უბრალოდ თრობისთვის და აი ეს ურბანული სმა დაახლოებით ეგ არის. გიგი სულაკაურს ჰქონდა ერთი მოთხრობა, რომელიც დაგეკრე შენ, მაშინ გაზეთ 24 საათის ლიტერატურულ დამატებაში სათაურს ვერ ვეხსენებ. ეს არის კაცის მოგზაურობა ქალაქში, ოღონდ გზადაგზა გახსოვს სვამს მოხდა. და მოთხრობის ბოლოს მართლა ვიფიქრე, რომ ცუდადა ვარ. ფიზიკურად ცუდადა ვარ, თავი ამეთქდა. მოთხრობაში ეგეთი ისა. ეს იყო თავზარდამცემისმა, სუიციდალურისმა რაღაცა საოცარი მართლა. არ მაგარი დაწერილი. ხო, არა, ნუ თანამედროვე ავტორებსაც აქვთ, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი როგორ გითხრათ, აი არიან ავტორები, რომლებისთვისაც რაღაც მართლა თავარ თემად იქცევა ეს ისა, შეიძლება თრობა, შეიძლება რაღაცა, ნუ აი ხო არის ხა ძალიან იმაში ტრენდული გახდა, მოდაში შემოვიდა აი ფილმები გასტრონომიაზე, კულინარიაზე და ღვინოზე. ძალიან ბევრი ფილმი გადაიღეს, მათ შორის ზოგიერთი ძალიან კარგი ფილმი არის, მაგრამ დავასახელებ სიტყვაზე ვიტყვი, ალექსანდრ პეინის ფილმი არის, Sideways ეგეთი ფილმი არის, პოლ ჯამატი თამაშობს მთავარ როლს. ჩემი ტრინვალი ფილმია. ერთ-ერთი საუკეთესო რაც ღვინოზე გადაღებული. ეგეთი რაღაცები არ ხდება. ქართულ ლიტერატურაში ეგეთი ტექსტები არ დაწერილა ჯერ, თუმცა ცდილობები არის და უნდათ სულ მეკითხებიან მე, აი თქვა რეჟისორებიც მეუბნებიან ხოლმე, მოდი სცენარი დავწეროთ აი ესე თემაზე, ღვინის თემაზე რაღაცა. რთულია ძალიან რა, იმიტომ რომ რატო? არა, ეგრევე იჭედები რაღაცა 8000 წლოვან რაღაცაში რა და ეს არასწორია, ძალიან როცა ფილმს იღებ, უნდა იყო, ნუ აი მაგალითად აკი კაურისმიაკის სმა რატო არის ძალიან მაგარი. ანუ ყველა ფილმში სვამენ ხო მის ფილმებში. მაგრამ ეს არის რაღაცა, ნუ აი მადიქცა რა ქვია, მხატვრული ხერხივით არის რა. თუნდაც იგივე
აი მისი ჰამლეტი თუ გაქვთ ნანახი 80-იან წლებშია გადაღებული. ყველა სცენაში არყიშჩიკა დგას, ან სვამენ, ან რაღაცა. ეს იმდენად მაღალ ისეთ ესთეტიკურ პლანს ქმნის, რომ ასე ვთქვათ, ჩემთვის სულ სხვა იმაში გადადის რა. აი როგორც დავუშვათ ანტიკურ ტრაგედიას საფუძვლად უდევს სმა, თრობა და ღვინო და დიონისე, მაგრამ ეხლა ტრაგიკულ სცენაზე ვერასდროს ვერ ნახავთ თქვენ იმას რა ქვია. განსხვავებულების ჯახაჯუხს და ვახტანგურებს და ასე შემდეგ, ხო? აი, ეგ მაინტერესებს ზუსტად. სულ ცოტა ხანში, რამდენ ხანში დაახლოებით 9 საათში დავიწყებთ მომდევნო პანელს, სადაც ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ შეიძლება, როგორი მარკეტინგი უნდა ჰქონდეს ქართულ ღვინოს, საიმისოდ, რომ ჩვენ სოფლიოს საზოგადოებას ესე ნათლად უთხრათ, რომ ღვინის სამშობლო ნამდვილად არის საქართველო და როგორც მაგალითად იტალია იწონებს თავს, კი არა და განუყოფელი ნაწილია პიცასთან, ან იაპონია სუშისთან, მესმის რა კონკურენტები ყავს იქ საფრანგეთი, იტალია და ასე შემდეგ, რომლებიც დღეს გრიმიტობენ ღვინის წარმოების მხრივ. მაგრამ ნუ ჩვენი რაღაც ადგილიც მოუხაზოთ ამ მიმართულებით. აი ამაზე ვილაპარაკებთ მალე ჩვენს სტუმრებთან ერთად. აი მაგ მიმართულებით მაინტერესებს რატომ არ ინტერესდება ლიტერატურა, იმით რომ ლიტერატურა ხო რა არის სინამდვილეში პროზა, რომ როგორც ბალზაკი ამბობს, რომ ეს არის ერების პირადი ცხოვრების გამომზეურება და ასახვა, ხო? მაშინ, როდესაც ღვინო ესეთი მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ, არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ ისტორიული თვალსაზრისით, ხო, რაღაც დნმ-ის ნაწილია. მაშინ რატო არა ისახება ეს ესე სიღრმისეულად, კარგად და საინტერესოდ ლიტერატურაში, თანამედროვე ლიტერატურას გულისხმობ. მე შენ გაგახსენებ ძვირფასო დავით ერთ მაგარ ისტორიას, რომლის მონაწილეც დათო იყო და ამ შემთხვევაში მარტო ჩემ გაუბედურებაზე არ იქნება ლაპარაკი. ჩვენ აღმოვჩდით ერთად გაგვიმართლა და ვიყავით ერთად მექსიკაში, სადაც ჩემთვის აღმოვაჩინეს ასმელი, რომელიც არ ვიცოდი მესკალი. და მე დავეღუპე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ამდენი მესკალი არ არის და თუ არის ძალიან ძვირია, თორე ალბათ ღვიძლი დამეშლებოდა. ეს არის სასმელი, რომელიც ღმერთებმა გამოიგონეს პირადად ჩემთვის. და როდესაც დავშეკითხა, როგორ მოხერხდა, ვაიმე ხელი რაღაცა წერი მეგონა ეს ისა ბოდიში მომთხოვე. როგორ მოხერხდა, რომ ვიცით ტეკილა და არ ვიცით მესკალი, ძალიან მაგარი განმარტება ჰქონდა ამბობს. ჰოლივუდში გადაღებული ვესტერნების გმირები ურახუნებენ ტეკილას და ამიტომ ტეკილა არის ჰიტი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შემდეგი შანსები. ან კიმ კარდაშიანი გაუთავებლად უნდა სვამდეს ქართულ ღვინოს, ან რაღაცა მსგავსი გასაჭირი უნდა ჩავიდინოთ, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა წეროს დღეს საწყალობელმა 4 მილიონ მოლაპარაკეზე გათვლილმა ქართულმა დიდმა გადასარევმა მდიდარმა ამაზე არ მოლაპარაკე ქართულმა ლიტერატურამ. ამით ჩვენ ვერავის აუხსნით, რომ ყველაზე კარგი ღვინო მოდის აი ამ პაწაწინა მიწაზე. ასე მგონია. ჩვენ ვჭირდება ომახიანი ვესტერნი, ან კიმ კარდაშიანი, რაც ჩავაფრინდი, არ ვიცი, მაგრამ მაინც. მაყურაზი. რავი, არ არის აუცილებელი, მე მგონი, რომ რომანები წეროთ ღვინოზე. კაცები მნიშვნელოვანია ქართველებში ღვინის განათლება შევიტანოთ. იმიტომ რომ ხშირად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით ხოლმე, რომ უცხოელმა ღვინის მოყვარულმა უფრო მეტი იცის ქართული ჯიშების და ღვინის შესახებ, ვიდრე ქართველმა ღვინის მოყვარულმა. სამწუხაროდ ესეა. და ბევრი დამეთანხმება ამაში, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მიიწევენ წინ ქართული ღვინის მოყვარულები, უცხოელი ქართული ღვინის მოყვარულები. და ჩვენ შემთხვევაში ხშირად ვაკვირდები რა, რომ აი არ ფართოვდება ისა რა ქვია, თვალსაჩინელი. აი მაგალითად ქართველი მე ვიცნობ ძალიან ბევრ ქართველ მომხმარებელს, რომლის პირის გემოც ასე ვთქვათ, რაღაცა ბოდიში მომითხოვია და გექცა. ხო, ბოდიში მომითხოვია და ატამი. რომლის პირის გემოც არის ჩახვეული, ასე ვთქვათ, რაღაცა ასე გაჩერებულია, შეიძლება ითქვას, აკვიატებაზე არის დაფუძნებული რა. აი მაგალითად ვიღაცა აიკვიატებს, რომ უყვარს ქისი და მორჩა. არც ერთი უცხოელი ქართული ღვინის მოყვარული ვერ შეატყობთ ესეთ აკვიატებას, იმიტომ რომ იმას ყველაფერი აინტერესებს. ყველაფერს ინჯავს, რა თქმა უნდა, თავისი ისინი აქვს, რა ქვია, თავისი გმირები ყავს, ხო, იქ რაღაცა ზოგს ალექსანდრიული და რაღაცა მოწონს, ზოგს რაღაცა.
მაგრამ ჩვენთან არის რომ ჩაიხვევს რაღაცი რა და ვერაფერს ვერ უზამ რა რომ ბაბუამისის ღვინო ურჩევნია ყველაფერს ბიძამისის ღვინო ურჩევნია ყველაფერს თქვა ან მამამისის ან თავისი ღვინო რაც ყველაზე ცუდი შემთხვევა არის საკუთარი ღვინო რო გირჩევნია ყველა ღვინოს ეს ნიშნავს რომ საერთოდ არაფრის გასინჯვა აღარ გინდა ესე იგი რა ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იმას თამაშობდა მეც მაგიტომ თქვი რომ არ არის აუცილებელი მეთქი შეიძლება ისეთ სისულელი დაიწეროს ასე ვთქვათ ამ ტალღაზე ეხლა შეიძლება ვიღაცა თუ რაღაცა პროვოკაციული დაწერა ეს შეიძლება უფრო საინტერესო იყოს ძალიან ბევრი ლანძღვა მოყვება ამას რა თქმა უნდა გადაუვლიან გადაჯეგავენ ავტორს მაგრამ სამაგეროდ ხო მაგრამ სამაგეროდ ღვინისთვის უფრო კარგი იქნება და ეს არა უკვე საინტერესო შეიძლება იყოს ამიტომ ჩემთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი არის რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო წიგნები ღვინოზე ანუ კონკრეტულად ღვინოზე წიგნები და არა აი ღვინის გატარება იმაში თქვა რაღაცა პოეზიის არხებში ან დაუშვათ პროზის არხებში იმიტომ რომ ხელოვნურად არაფერი არ გამოდის რაღაცა თქვა ხა რაბლერო წერდა ან დაუშვათ რომელიმე სხვა ავტორი იგივე ბალზაკი გადავს ამხელა ამ უზარმაზარი ციკლი დაწერა ხო რომანების ყველგან სმა არის და ეგ არის ჩვეულებრივი ნაწილი ასე ვთქვათ ამ იმ მაშინდელი კულტურის მე-19 საუკუნის ფრანგული კულტურის და ზოგადად ფრანგული კულტურის ხო და საქართველოში ხა იმდენად საინტერესო არ იქნება ამ კულტურის შესახებ რაღაცა ამბების მოყოლა ძალიან საოცრება უნდა მოიფიქრო უბრალოდ და ანიჭიერი უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული დაწერა ამაზე ხა არ არის საინტერესო 20 წლიანების თავის მოხდაზე მოთხრობების და რომანების წერა ან დაუშვათ თუნდაც იგივე ღვინის ბარებში როგორ დადიხარ და მადლობა ღმერთს გვაქვს უკვე ეს ღვინის ბარები 10-15 წლის წინ საერთოდ არ იყო არც ერთი ღვინის ბარი არ იყო საქართველოში რაღაცა გრაფინების იმედად ვიყავით და შეიძლება სხვა მადლობა მეგობრებო კარგია რომ მე ვისიამოვნე თქვენი მოსმენით მე მაინტერესებს ახლა აუდიტორიას ხო არ აქვს რაიმე შეკითხვა ჩვენს არაჩვეულებრივ თქვენ თეას ქონია ჰაგიოგრაფიიდან მოყოლებული ვერთხისყაოსნის ჩათვლით შემდეგ მე-19 საუკუნე შემდეგ მე-20 იცვლება თუ არა ქართული ღვინის მოხმარების წესი ამ ლიტერატურაში და რამდენად იგრძნობა სიამაყე ღვინის მოხმარების წესის შესახებ ნამდვილად ამ შემთხვევაში ნამდვილად უკეთიცის იმიტომ რომ ასე არ მახსენდება მაგრამ დიდი სიამაყე ამ საქმით არასოდეს მიუძღვია კითხვის დროს მე მგონი ძალიან მარტივი რამეა ადამიანი არ ამაყობს იმით რომ აქ ორი თვალი ან მის ქვეყანაში არის გრძელი ზაფხული მოცემულობა მე მგონი თავისთავად არ ვიპრანჭებით ამით ეს არ ქონდა რამდენადაც მე მახსენდება ჩვეულებრივი ამბავია ნორმა ცხოვრების წესი და კარგი წესია მე ასე მახსენდება ყოველ შემთხვევაში რასაც ახლა ვიხსენებ და იცვლება თუ არა ყოველ შემთხვევაში ეს რო 90-იან წლების ლიტერატურაში ასეთი გულწრფელი მართლა ხანიგური სმა იყო ატეხილი მარტო 90-იან წლებამდე ესეთი რაღაცები არც ჰქონდა წაკითხული თუ ასეთი პერსონაჟი ყავდა მაგალითად გურამ ფანჯიკიძის სამარცხვინო ტიპი იყო რა და ეხლა კაი ბიჭია კი ბავშვი ყავს შეჭყული მაგრამ კაი ბიჭია კი ურახუნებს გიჟივით მაგრამ კაი ბიჭია ანუ ეს რაღაცა იცვლება ცოტა ჩემი დაკვირვებით ესე იგი ქართულ ლიტერატურაში აი ღვინის ხარისხზე კითხვა ხო ამასაც მოიცავს ხო ნაწილობრივ ღვინის ხარისხზე ნაკლებად არის ხოლმე საუბარი აი მაგალითად მე-19 საუკუნის პროზაში მე-19 საუკუნიდან აი რაღაცა სოციალური ის რო გამოჩნდა ხო მან არის რაღაც ერთი-ორი შემთხვევა როცა მაგალითად ვიღაცა ამბობს რომ მოდი დაანები თავი მაგას ეს დალიე რა დაუშვათ აი ეს უკეთესია რაღაცა ეს უკეთესი შეიძლება საერთოდაც ის იყოს რა ქვია რაღაცა უცხოური სასმელი აი მაგალითად რო ავიღოთ ლავრენტი არდაზიანი ხო ძალიან მაგარი წერალი რომელიც რატომაც მიუწყებულია საქართველოში აი მის პროზაში ეს არის პროზა რომელიც აღწერს გარდამავალ პერიოდს მე-19 საუკუნის 40-50-იან წლებს როდესაც პირველი მშენებლობები დაიწყო თბილისში და დაგეგმარდა სოლოლაკი და ქალაქი ასე ვთქვათ შეიცვალა
და გამოჩნდა პირველი ეს ევროპული დასავლური ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გავლით შემოდიოდა ეს ევროპა, მაგრამ 51 წელს ოპერა აშენდა თბილისში და აი ზუსტად სადაც ოპერა იყო ეხლანდელი თავისუფლების მოედანზე, სადაც მერია იყო, აი იმის ქვეშ და კიდე რამდენიმე სხვა ადგილას იყო მაღაზიები და იქ იყიდებოდა ფრანგული ღვინოები, შამპანურები. შამპანური მოგეხსენებათ ეს არის ცქრიალა ღვინო, რომელიც შამპანში მოყვანილი ყურძნიდან არის დაყენებული, ხო? მაგალითად ქართულ ცქრიალა ღვინოს შამპანური არ უნდა უწოდოთ, ეგ ვიცით, ყველა. და აი ხდება ეგეთი შემთხვევები, რომ ვიღაცა ამბობს, რომ აი ის ჯობია და არა ეს შენი კუპრის, აი მაგალითად გრიგოლ ორბელიანის მიმოწერებში ხშირად ხდება ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვა, ხო? გრიგოლ ორბელიანის 3 უზარმაზარი ტომი, უბრალოდ მესამე არ გამოცემულა ჯერ სამწუხაროდ. ამ იმისი, რა ქვია, მიმოწერის, ხო? ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ეპისტოლარული მემკვიდრეობა მე მგონი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. და ეს გრიგოლ ორბელიანს სმა უყვარდა და ქართული სუფრა და კეიფი და სიმღერა და ყველაფერი, რა თქმა უნდა. იქ ხშირად ხდება, რომ ეს კუპრის გემოიანი ქართული კახური ღვინო. ანუ ქვევში და ქვევრის შემდეგ ეს ღვინო ხო გადაქონდათ რუმბებში, რომელიც იყო გამოკუპრული შიგნიდან. და ამ ქართულ ღვინოს მაშინდელს რომელიც რუმბში მოხდებოდა, რა თქმა უნდა. თუ ქვევრიდან ამოიღებდი პირდაპირ, რა თქმა უნდა, სულ სხვა გემო ქონდა. აუცილებლად კუპრის გემო დაკრავდა რა. და შესაბამისად ის რაღაცა ახალი კულტურა რო შემოვიდა, ფრანგული ღვინოები რო შემოიყარა, ესე ჟარგონზე რო თქვა, ხო, საქართველოში. და უკვე მე ქართველი მევენახე მეღვინეებიც გაჩნდნენ, ხო? 40-30-იან წლებიდან ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაიწყო მოღვაწეობა მაგ მიმართულებით. შემდეგ უკვე სხვა თაობები წამოვიდნენ იქ ბოლქვაძე, ასე შემდეგ პირველი ცქრიალა ქართული ღვინოები გაჩნდა და რაღაცა და ყველა ცდილობდა რომ აი ის ღვინო დაელია, თქვათ რა, ჯორჯაძის ღვინო დაელია, იმის ღვინო დაელია, ვახვახიშვილის, ვიღაცის ღვინო დაელია, რომ ასე ვთქვათ კაიტონად ითვლებოდა. იმიტომ რომ ბოთში ჩამოსხმა ჩვენ დავიწყეთ სულ რაღაც 150-200 წელიც არ არის გასული მე მგონი რა, რაც ბოთში დავიწყეთ ნაკლები 180 თქვათ ასე რა. ხო და აი მაგ პერიოდიდან აი თეას კითხვას მინდა გავცნობ, უკვე არის საუბარი აი ამ ემაზე, სიამაყეზე და რაღაცა და მანამდე ღვინო არის როგორც აი რაღაცა უბრალოდ ან სასმელი, ან რაღაცა დიდი რაღაცის ნაწილი, თქვათ, აი მაგალითად სამეფო სუფრის ნაწილი, იქ ძალიან იშვიათად შევა სამწუხაროდ, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, ვახუშტი ბატონიშვილამდე თითქმის არ ხდება კონკრეტული ჯიშების დასახელება რა. აი ვახუშტი ბატონიშვილთან არის რაღაცა ირო კონკრეტულ ღვინოს ასახელებს, ანუ ფაქტობრივად ადგილწარმოშობის დასახელებასაც ვეძახით ჩვენ ეხლა და ტერუარს, ხო? ეს მოვლენა ჩვენ ვიცით მე-18 საუკუნიდან. მანამდე ძალიან იშვიათად ხდებოდა ეგეთი რაღაცა. ვიცოდით რომ დაუშვათ იქ რაღაცა ხოდაშნური არის კარგი, იქ იმის ღვინო არის კარგი რაღაცა, ატენური არის ძალიან კარგი. ატენური რატო ითვლებოდა კარგად? იმიტომ რომ როგორც ეს საქართველოს ძალიან უხეშ ღვინოებს აყენებდნენ, ხო, ჭაჭაზე ცოტა ესე და ატენური ყოველთვის იყო ძალიან მსუბუქი, ნახევრად ცქრიალა ღვინო, ეგრეთ წოდებული. რომელსაც აი ქვევში როგორ აყენებდნენ, იცით, აი სანამ დუღილს დაამთავრებდა, მაშინ ხურავდნენ ქვევს და ყველას ძალიან უყვარდა. კახელ მეფეებსაც და ქართელ მეფეებს მით უმეტეს ახლა. კახელის განსაკუთრებით უყვარდათ, იმიტომ რომ ცოტა უცხო, ყოველთვის უფრო მეტად გაინტერესებს და გიყვარს. იმერეთში კიდე სულად განსხვავებული სიტუაცია იყო, ეს რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ისტორიას, ლიტერატურაში ძალიან ცოტა მცირე შემთხვევები გვაქვს, რომ მაგალითად სადაც მე-16 საუკუნის ავტორმა რო ახსენოს, რომ ეს რაღაცა ძელშავი, არს ღვინო, რაღაცა კეთილშობილი, რაღაცა და ეს ძალიან იშვიათი რაღაცა არის ეგეთი. დასახელებები იწყება სამწუხაროდ ძალიან გვიან. ეგ კი არა, მე-19 საუკუნეში რამდენიმე უცხოელი მკვლევარი რო არ გამოჩენილიყო, 10 წლეულები გადაიდებოდა ამ საქმის კვლევა. ანუ პირველი ამპელოგრაფები იყვნენ უცხოელები საქართველოში. ეს არის მე-19 საუკუნის 40-50-იანი წლები დაახლოებით, 30-იანები შეიძლება ითქვას. გერმანელები, იტალიელები, ფრანგები. შემდეგ სტაროსელს კი გამოჩნდა მე-19-ის მეორე ნახევარში ესეთი არჩეულებრივი ადამიანი, რომლის მონდომებითაც ზესტაფონთან საქარაში პირველი, ასე ვთქვათ, ის გაკეთა
საცდელი ცენტრი და ისეთი ვენახები გაშენდა და ნუ ფაქტობრივად მაშინ ეს იყო უკვე ფილოქსერა და აი სოკოვანი დაავადებების ტალღა გადავლილი საქართველოს, რომელიც გაანადგურა ფაქტობრივად აი ეს 530 ჯიშიდან ნუ უდიდესი წილი. მადლობა. იმისათვის რომ ბიძგი მისცეს საწყალ მიძინებულ ტვინს, სულაც არ არის აუცილებელი რომ ჩააბყა აგური ან დალიო ერთი ბოთლი რომი. უბრალოდ ადამიანი არის ზარმაცი არსება. წლებთან ერთად სულ უფრო ზარმაცი ხდება. და ნაცვლად იმისა, რომ ჩამეცვა და მეხურა და ნისლიან დღეს წავსულიყავი კლდის ქინძზე, საიდანაც ჩანს შესანიშნავი შუქურა და სადაც ჭყიოდნენ თოლიები და მახონ კარგად იცის რომ ადგილზე მაქვს ლაპარაკი. ასაა დონიბა. ამის ნაცვლად მე ძალიან მშვიდად გადავედი ქვემოთ ფრუტერიაში მაღაზიაში და ვიყიდე რომ იმიტომ რომ ჩაცმა დახურვა გამობრანჭვა და ფორთხიალი კლდეებზე დამეზარა. კლდეებზე რომ მე ფორთხიალი და შუქურამდე მივსულიყავი მე დარწმუნებული ვარ რომ ეს მოთხრობა არ იქნებოდა უბრალოდ მესამე რამე კარგს დავწერდი. ამდენ რამეს ის შუქურა მაჩუქებდა, მაგრამ იცით გამომცემლის ნება თვისობრივად სხვა ამბავია. აქ უკვე დროის ისტორია იყო და ჩხარა. ჩამადაზე არის საუბარი შეკითხვაში. და ვცდილობთ გავარკვიოთ, რამდენად ხშირად ხდება თამადა ლიტერატურაში და თუ იცვლება მისი სახე ხატი, ასე ვთქვათ, ტექსტში. რა, ყველა ცნობილი თამადა ალბათ აი ეს აბსტრაქტული თამადა არის გრიგოლ ორბელიანის აღერძელოში, ტოლუმბაში, რომელიც ამბობს რაღაცა, ხო, იქ იმპერატორსაც ლოცავს და რა ვიცი, ხო და დანარჩენი ხა ქართულ ლიტერატურაში უფრო მეტად მახსენდება ესეთი კარიკატურული თამადები რა. რაღაც აი როგორ გითხრათ ეხა ეს იმდენად ყოფითი დიდი კულტურა არის თამადის კულტურა ანუ ყოფითი კულტურა არის რომელიც ძალიან ძნელად გადადის ლიტერატურაში რა ესე ლიტერატურა რა არის ლიტერატურა არის ყველაზე რეალური გამონაგონი ხო გამონაგონი რომელიც უფრო მეტ სიმართლეს შეიძლება გეუბნებოდეს ვიდრე რეალობა ხო უფრო მეტად შეიძლება აგიხილოს თვალი და ეხა ამ გადახაშვას ვერ უძლებს თუ რა არის არ ვიცი და ეს თამადა რაღაცა ისე აღწერილი აი სანიმუშო თამადა ხო ახლა ჩვენ მაგალითად თქვათ როცა ყოფაში და კულტურაში არსებობს თქვათ რაინდი ხო და რაინდის ინსტიტუტი აი ამ ეს რაინდობა ჩვენ გვაქვს ლიტერატურაში მაგრამ როცა ყოფით კულტურაში გვაქვს თქვათ ეს თამადობა ეს ლიტერატურაში ეგრე მარტივად არ გადასულა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს, ბევრი შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეხა ავთანდილის და ტარიელისნაირი თამადები, ანუ როგორი რაინდებიც არიან ავთანდილი და ტარიელი, ეგეთი თამადები, ანუ თამადობის ავთანდილი და ტარიელი არ აქვს ქართულ ლიტერატურაში, მაგის თქმა მინდა რა. ერთი შემთხვევა იყო ბოდიში, რომ ასე ვთქვათ, დამატებას ვაკეთებ. ნინო ხარატიშვილი არ არის ქართველი მწერალი. მე რა რომ ქართული ხალხური გოგოა და მეგობარი და ძვირფასი ის გერმანელი მწერალი. მაგრამ შეიძლება სწორედ აი ამ დისტანცირების დამსახურება იყო, რომ მას აქვს ერთი პიესა, რომლის ანუ წარმოდგენასაც დავესწარი და ამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინე ჩემზე. ეს არის სუფრა, სადაც სვამს 4 ქართველი ქალი. და ქალები არიან, თუ ნაცნობები, თუ ამხანაგები, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. და არის აღგრძელოები ყველამ, როგორც ვიცით, დედმამიშვილების, სიყვარულის, წასულების, მომავლის და ასე შემდეგ. და ყოველ თემასთან დაკავშირებით თითო გოგოა ქალი თამადა. აი ეს ძალიან მაგარია. იმიტომ რომ ქალები თამადობენ ისე როგორც ისწავლეს კაცებისაგან, ოღონდ ყვებიან, ასე ვთქვათ, დასასურათ ხატებლად ძალიან ექსტრემალურად ქალურ ამბებს. ისეც რომელსაც მარტო სმის დროს უყვება ერთმანეთს 4 ქალი. მამაკაცი რო ყოფილიყო არ მოყვებოდა. ხო, აი, ეხლა უცებ ესაზე გამახსენდა, რომ აი საქართველოში კი არა, ნუ ზოგადად ეხლა კარგად როცოდნოდათ, თქვათ, აბსურდის თეატრის მამებს ქართული სუფრა და განსაკუთრებით ზოგიერთი ქართული სუფრა ძალიან კარგი პიესები გამოვიდოდა. მაგალითად ეხლა ბეკეტი ნაკლებად და აი იონესკო თქვათ, ძალიან კარგი ტექსტს შეააკეთებდა თამადობისგან და აი ქართული სუფრის იმიდან, რა ქვია, აი ну ყველაზე უკუღმართ ქართულ სუფრებს გულისხმობ რა. რა თქმა უნდა. როცა ვიღაცა სერიოზულად გეუბნება, ხო შეგიძლია 10 წუთი მაჩუქო, რო არ მითხრა რატო. აი რატო უნდა გაჩუქო 10 წუთი გასხივოსნებისთვის წამი მჭირდება, ხო, მაგრამ ის გაწყობს. ხო.
თუმცა რა თქმა უნდა ეს ტრადიცია ძალიან ანუ თამადობა რა არის თამადობა უნდა იყოს ძალიან ბუნებრივი პროცესი ხო ეს თამადობა უნდა სადღაც არ უნდა იყურებოდე როცა თამადობ ხო თუ თვალებში უნდა უყურებდე მეგობრებს ნაცნობებს უცნობებს თუ იმეს იცნობ უნდა ეცადო რომ გააცნო სხვას და თუ ვისაც არ იცნობ უნდა მიცეს სიტყვა სხვას რომ იმან გაგაცნოს შენ და ნუ რაღაცა ის უფრო რაღაც დაახლოების მე ხა იქ სიმღერაც უხდება კარგი ღვინო თუ არის მით უმეტეს ნახევარის უფრო ღვინის ქებაში გადის ხოლმე ხანდახან ხო არაერთხელ ყოფილვართ ეგეც სუფრასთან რომ ძალიან ბევრი გულაპარაკია ღვინოზე და ერთ-ერთი საუკეთესო თემა სუფრასთან ჩემი აზრით აი რაღაცა გულში ჯიღის თემაზე უკეთესი ღვინის ქება არის ჩემი აზრით რა ქება და გაგება ასე ვთქვათ რა ქება რაღაც ყოველი ქებას აგულისხმობ ძალიან აი გარი რა მეორე კარგი ფრაზა მოვისმინეთ სხვათა შორის მახოსგან რომ როცა თამადახარ სივრცეში კი არ უნდა უყურო თვალებში ადამიანებს. აი ამ სასიამოვნო ნოტაზე შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი პირველი პანელური დისკუსია და მადლობა გადაუხადოთ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს.